და ძვირფასო ტელემაყურებლებო ამ სეზონზე ბოლოჯერ მოგესალმებით. კიდევ ერთი რიგით მე-17 სეზონი დასრულდა და შვებულებაში გავდივართ. ანუ დაშლა არ მოშლის მონოლოგი მინდა შემოგთავაზოთ. გავალთ ახლა შვებულებაში და მომენატრება ბაბი, თათა, გელა. რაო? პროდიუსერმა გელა არ მოგენატრებაო. მე არ ვფიქრობ აგერა. არა, ეს ხუმრობით იყო, გელა, მე არ თქვა ცუდებს იძახიო, რა თქმა უნდა მომენატრები. შვებულებას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. კარგი ის არის, რომ მეტი თავისუფალი დრო გაქვს და სადაც გინდა იქ წახვალ. ცუდი ის არის, რომ ჯიმისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს და სადაც უნდა იქ მოვა. მართალია შვებულებიდან თუ ვინმე ადრე დაბრუნდა, გასაღები და 3-4 კარგი ხუმრობა ტილოს ქვეშ იქნება ამოდებული. ხო, ახლა განვიხილოთ ვინსაც დაისვენებს. მაგალითად მარიო. მარიო შვებულების ნახევარს კუბაში გაატარებს, ნახევარს გზაში. მე მინდოდა შვებულებას სხვადასხვა ქვეყანაში გამეტარებინა, მაგრამ როდესაც ჩემს საფულეს ჩავხედე, მივხვდი რომ თბილისის ანძა მართლაც ჯობს ეიფელს. ყოველთვის საკამათოა რა ჯობს დასვენებისთვის, მთა, ზღვა თუ ქალაქი. ჩემი აზრით თუ დასვენება ერთდროულად ზღვაზეც, მთაშიც და ქალაქშიც გინდათ, მე პირადად თემქას გირჩევდით. ზღვაც გვაქვს, მთაც და ქალაქიც. ასევე საინტერესოა ვინ რა აუცილებელ ნივთს გაიყოლებს დასასვენებლად რომ წავა. მაგალითად ეხა სხვის მე არ ვიცი, მაგრამ მე საჭირო ნივთებს ყოველთვის მოწესრიგებულად და დინჯად ვალაგებ ხოლმე. გავიყოლებ იქ ტელეფონს, საათს, სათვალეს, საფულეს, ყურსასმენს. შეხედებით დამტენი დამრჩა ის. დამრჩა. ჩამოთვლაშიც დამრჩა. მაგრამ არა უშავს, გელას აქვს 2. თუ დასვენებას ხაშურში აპირებთ, ჰამაკი წაიყოლეთ. და თქვენ იქნებით საქართველოში პირველი ადამიანი, ვინც თბილისიდან ხაშურში ჰამაკი ჩაიტანა. და ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს ბენდი დაუღალავი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. მიდი გელა. ცოტა გვიან გვინდოდა შვებულებაში გასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ვედაჯიმიმ სიმღერა ჩავწერეთ და ცოტა ადრიანად მოგვიწევს გასვლა და ამიტომ შემოგთავაზებთ მეგობრები. რა კარგია შვებულება დაზაფხულებს დილა დაისვენებ გაერთობი სახვალ სადაც გილდა ზღვაზე როცა დავიღლები მე კი 60 დღეს მოვიწყობ მშობლიურ ბაღდადში და მასვენე შენს გარეშე ვერსად ვეღარ დავდივარ რაფლაგაბუ მაპატიე რომზედ მეტად კარგი ვარ ჩემს ბაღდადში იქ ხომ კარგად გრილა სადღე გძელოთ იწყება იქ ხოველი დილა ქალის ტუჩს რომ მირჩევნია არის დოქის ტუჩი თვალი მეზობლის კი სერდზე ხელის პაჩი პუჩი მეც მინდა რომ ჩამოვიდე მაგრამ ეგარ გამოვა რადგან ვიცი ბაღდადიდან შენი დანით ჩამოვალ ერთმანეთს არ ვაწყენ მინუტ მოვაგვაროთ ისე რა იყო შეკაცო ამდე ხალხში რომ გამდისე მაშინ ეგრე მოვიქცეთ რომ არც ეს დაგწდეს გული ისევ ერთად გავატაროთ მორიგი ზაფხული რა კარგია შვებულება დაზაფხულებს დილა დაისვენებ გაერთობი სახვალ სადაც გილდა ზღვაზე როცა დავიღლებით ერთად წავალ მღაში ბოლოს 60 დღეს მოვიწყობ ჯადოსნურ ბაღდადში ჩვენი გადაცემის პარტნიორია სანდომის ვაფლი, ქართული წარმოება, ევროპული სტანდარტი.
ხოლო ჩვენი გადაცემის სტუმარია ყველათაობის საყვარელი დუეტი მეგობრებო ცისანა სეფიაშვილი და ქუჩის ბიჭები აპლოდისმენტები მოგესალმებით. მობრძანდით, ნახე, გელა როგორ შინაურულად გძნობს ეგრევე თავს. მოვიდა გელას საძმაკაცო, თან ქუჩის ბიჭები და თემა არის, ხო? მოგესალმებით. შავი გელაზმები. და ეგ ამბავი რა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევით. მოგესალმებით. რა კარგი შემადგენლობა. რა კარგი შემადგენლობა მობრძანდით დღეს ჩვენთან. ჩვენც მოგვენატრეთ და ძალიან მიხარია რომ აქ ხარ. და უხარი აპლოდისმენტები თქვენ მეგობრებო. მადლობა. ეხლა პირველ შეკითხვას ბიჭებო თქვენ ჯენტლმენები ბრძანდებით და ცისანას დაუსვამთ და მე მგონი არ მიწყენთ ხომ ასე დაუთმევთ გარკვეულ დროს და მე თქვენთანაც მოვალ აუცილებლად. კი ბატონო. ხო თან ქუჩის ბიჭებმა მანდილოსნის პატივისცემა ახლა იციან და ისეთი ამბავია. არა მარტო ქუჩის ბიჭებმა, ქუთაისლებმა და ქუჩის ბიჭებმა. ო, კი ბატონო, ორივე ერთად და ის ცალ-ცალკეც მართალი ხარ ზურა. ცისანა, მე პირველ რიგში მინდა გკითხო, რამეზე ნაწყენი ხომ არ ხარ? იმიტომ რომ მე როგორც მახსოვს, მხოლოდ შენი სტუმრობა გთხოვე, რომ შენ მოსულიყავი და რავი ქუჩის ბიჭებთან ერთად დამადექი და რა ვიცი, ახლა რაღაცა. იცი რა, უფრო რაღაცნაირად შვიდად გზნობ, როდესაც ქუჩის ბიჭებთან ერთად დავდივარ. კი ბატონო. ფანტასტიკურად გამოიყურები, როგორც ყოველთვის უნდა აღინიშნოს აუცილებლად. ეს ხუმრობა არისო. ახლა გადავიდეთ ხუმრობაზე და შეკითხვებს. ესე იგი, ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარი საიდუმლო გაგვიმხილე შენ. ერთი წამი. ხო, აი გეტყვი. არა, ხო და მე მაქვს და თუ უბრალოდ თუ შენი სიტყვებია რომ დაბადასტუროთ. ნახე, თან გითხარი კიდევაც რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით ხო და ამბობ რომ საიდუმლო არისო ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარი საიდუმლო რომ სულ კარგ განწყობაზე ვარ და არ ვიბოღმებიო. კი ბატონო. შენი სიტყვები ადასტურე. კი ბატონო. ესე იგი გამოდის რომ ადამიანის ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო პოზიტივშია და არა კუზანოვში. ცისანამ დაამსხვრია სტერეოტიპი ბატონო. სულ კარგ ხასიათზე ახლა ვერ ვიქნებით? მაგრამ მუდმივად ვცდილობ რომ ვიყო პოზიტივში, არ ვიყო ბოღმა და არ ვიყო ცუდი ადამიანი და რაღაცნაირად აი ეს მეხმარება ალბათ და დიდი მადლობა კომპლიმენტის. დარჩა კუზანოვი სამსახურის გარეშე. როგორ? დარჩა კუზანოვი ჩაკუზანოვის სამსახურის გარეშე. ახლა მოდი შენს შემოქმედებას გადავხედოთ, ცისანა. სიმღერას, კონკრეტულად სიმღერაზე რა უნდა და ღრუბელს სხვა. სულ ვფიქრობდი ღრუბელს რა უნდა და სხვა. მე პირადად სულ ვფიქრობდი და ბოლოს ხო იცი როდის მივხვდი რა უნდა და 3 კვირის წინ მანქანა რო დამისეთყვა, მაშინ მივხვდი რა უნდა და ღრუბელს უბედურება როჭის ჩემს მანქანას და მე მგონი ბევრის მანქანა. აბა რა დღეში. არა მარტო შენ. არა მარტო მე, კი ბატონო, ისე რა უნდა და ღრუბელს სხვა შენი აზრით. ალბათ ეწვიმებოდა. ეწვიმებოდა, კი ბატონო. ეს ეთქვა და დახუპა ეს რა ქვია. ხოშკაკალი. კი ბატონო, ახლა მაშინ ესე ღამიშოუში გვიამბე ლამაზ დღეზე. გვესაუბრე მოკლედ ამ სიმღერა, როდის გაჩნდა ლამაზი დღის დუეტად გაკეთების იდეა. ლამაზი ღამე ქვია სიმღერას და ლამაზი ღამის გაკეთების იდეა გაჩნდა ერთ ლამაზ დღეს. კი ბატონო, აი მე როგორ ესე იგი ლამაზი ღამე ქვია და ლამაზ დღეს გაჩნდა სიმღერა. კი ბატონო, ამბობ რომ შეიძლება ღამეც, არ ვიცი, არ მახსოვს. რა ქვია? დღე იყო თუ ღამე? საღამოს. ერთ ლამაზ საღამოს მაშინ. საღამო ბატონ ჯემალთან სახლში მოვიდა ეს. აივანზე. კი, აივანზე, კი ბატონო. გიხაროდენის შემდეგ. კი ბატონო. ბატონ ჯემალთან უამრავი ფანტასტიკური და დიდებული სიმღერაა. და შონზო დაგვეხმარა რომ დაგვეხმარა ტექსტი შონზოს. ეს იდეა. ესე იგი ბატონ ჯემალი, ეს იდეის შონზო ბატონი ჯემალი თქვენ მოკლედ ესე იგი არაჩვეულებრივი ადამიანები მოვიკითხავ, რა თქმა უნდა, მათ დიდი სიყვარული პატივისცემა. ცისანა ამბობ რომ 40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე 50 წლის ასაკში გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყეო. დასვაპირებ 60 წლის ასაკში გაინტერესებს. ლოგიკა. მე არ ვაპირებდი ამ შეკითხვის დასვას, მაგრამ რადგან თავად ახსენე გისმენთ რას აპირებს 60 წლის ასაკში მაშინ. აი 60 წლის რო გავხდები, მე გაიგებთ. კარგი, მაშინ მოგიწევთ თავიდან. კი ბატონო, აუცილებლად. და მე ვისაუბრე. ესე იგი 40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლის ასაკში გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყეო. ესე იგი მოკლედ ქუჩის ბიჭებს უნდა ვკითხო წარსულზე და შენ მომავალზე ასე გამოდის, ხო? ეს ამ ლოგიკით ასე გამოვიდი.
ალბათ. კი ბატონო, მაშინ კითხავ ახლა ქუჩის ბიჭებს მე რაღაცას და მე ისევ შენთან მოbrunდები. სანამ გავისაუბრებთ ბიჭებო. ერთ რამეს დავაკვირდი და მინდა ეს აზრი თქვენს და მაყურებელს გაგიზიაროთ რა. ესე იგი დუეტი გაქვთ ცისანა სეფიაშვილთან. ხო ასე? არის ასეთი. გელა გნოლიძესთან. კი, არის. ნინი ქარსელაძესთან. კი. კიდევ? სუკა ხუციშვილი. სუკა ხუციშვილი. მერაბ სეფაშვილი. მერაბ სეფაშვილი. ლელა ლელა წურწუმიასთან. რომ კითხო ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწიეს ბიჭებმა რა. მინდოდა უბრალოდ რომ მეკითხო. აი იყო გიორგი, ჩაგეთვალა. ესე იგი, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს გელა გნოლიძესთან გაქვთ დუეტი ჩაწერილი. და არა მარტო დუეტი, ბევრი სიმღერაა გელას ჩვენი დაწერილი და მადლობას ვეუბნები კიდევ ერთხელ. კი ბატონო, ეს ტრადიცია გრძელდება სულ. ეს უბრალოდ მე მაინტერესებს ეს გელასთან ჩაწერილი დუეტი კონკრეტულად. ეს რომელ კატეგორიაში გადის? ტკბილ მოგონებებში თუ მოდით სხვა თემაზე გადავიდეთ? მესამე ვერსია არის ფანოღი. ფანოღებში გადის, კი ბატონო. მაგრამ მაშინ ძალიან კომერციული იყო და თქვენთანაც ვიმღერეთ ერთ-ერთ გადაცემაში და ძალიან ბევრი ნახვა. რამდენიმე მილიონი ნახვა აქვს აქაც ნამღერს მახსოვს ეგ სიმღერა და კი ბატონო. კარგი კოლაბორაცია გამოვიდა. ესე იგი ტკბილი მოგონებაცაა, ფანოღიცაა და მოდით სხვა თემაზე გადავიდეთ. კი ბატონო, მოდი სხვა თემაზე გადავიდეთ. თუ გინდა სხვა რამე მკითხეს ამბავია, ნუ. მაგრამ ამ ფაქტმა ხომ არ განაპირობა თქვენი დაშლა. მე უბრალოდ ამაზე მაქვს საუბარი თორე რაღაცა. გელა მე არაფერს შუაში ვარ სცენარისტებმა დაწერეს. კონკრეტულად სანდრო ესაკიას ხუმრობა მე როგორც ვიცი რა ის რო გაითვალისწინო ისე. პირველი ჰიტი ადექი იცეკვე. ადექი იცეკვე. ესე იგი მოხვედით თუ არა მაყურებელი ეგრევე ფეხზე დააყენეთ ხო? კი ბატონო. კი. პირდაპირ გაგებითაც გადატანეთ მნიშვნელობითაც ნუ მოკლედ. იცი რა თემატიკაზე ვფიქრობდით რა, მაშინ სახეს ქონდა შენ რა სექსი ხარ და ჩვენ რაღაცა ვიფიქრეთ და არ მოგვიხდებოდა მე რა სექსი ვარ. მაგის დაწერა და მოვიფიქრეთ ეგეთი კაი რაღაცა. ადექი იცეკვე. ადექი და იცეკვე. ძალიან პოზიტიური იყო, მაშინ კარგად იმუშავა. სხვათა შორის ესე იგი ერთს გავიხსენებ. შევარდნაძეც ეკავდა ჩვენ სიმღერას და ჟვანიას ესე მიარტყა ხელი ადექი ბიჭო იცეკვე. ადექი იცეკვე. მაგის კადრებიც არსებობს ნამდვილად სპორტის სასახლეში. როგორი ამბავი ყოფილა? მე არ ვიცოდი ეს. შევარდნაძე ედუარდი? კი, კი. სხვა შევარდნაძე აბა კიდევ ზურა ხოა შევარდნაძე. კი, ზურა შევარდნაძე. კი ბატონო. სხვათა შორის ეხა მე რა სექსი ვარო, ხო არ ვიმღერებდითო და მაგ თემატიკასთან დაკავშირებით ვიტყვი რომ მეგას დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის სექსუალური მომღერალი მამაკაცი. გაიმარჯვე შენ. კი. ხომ ასია? ნამდვილად. რა რომელი წელი იყო არ მახსოვს, ხო, ნამდვილად აღებული მე მაგ. არ შესრულილ ხარ ზურა. მე რომ მაინტერესებს ოდესმე წლის ყველაზე სექსუალურ გუბერნატორის მოადგილე თუ ყოფილხარ, ანუ საინტერესო არის ამ ნომინაციაში თუ ეხა ერთი წელიც არ არის გასული ვიყავი, კი, ნამდვილად 6 წელი. მაგ ნომინაციაში კი. ეგ ნომინაცია აიღო და კეცა მოვიდა იქიდან. მაგის ეგ ნომინაცია ჩემია და მე ეგმა მაქსიმუმი შესაძლებელი გამოვიდა რა. ეხა პაატას უნდა ვკითხო რა. კი. იყო დრო, როცა ეს შენი სიტყვებია, როცა კაპიკზე ვადებდით და ისევ წერდით სიმღერებს. სხვადასხვა ქალაქში ჩავდიოდით და სილამაზის კონკურსებს ვატარებდით, რაშიც გარკვეულ თანხას გვიხდიდნენ. პირადად მე, პაატა ამბობს და არა მე, პირველი ფეხსაცმელი იქიდან გამომუშავებული თანხით ვიყიდეო. სილამაზის კონკურსში. რო ვაკვირდები შენს ფეხსაცმელებს, კარგახანია სილამაზის კონკურსი არ ჩაგიტარებია. ხო, სამაგიეროდ ბიჭებს ხუაცვიათ. ბიჭებს კარგად ფეხსაცმელი. შენ ყიდულობ? ხო და ჩემი არჩეულია იმიდან ოფშიაკიდან. ბატონია რა, კი ბატონო. სვარა, ხუმრობას უხდებოდა პატიკუასე, თორემ არაჩვეულებრივად გაცვია ჩემო კარგო ფეხსაცმელი. სხვათა შორის ჯიმის პირველი ფეხსაცმელის ისტორია თუ იცი შენ? არა. იცი პირველი ფეხსაცმელი რომელი ჩაიცვა? კონცერტზე რო ესროლეს. ესროლეს სალი და აიღო და ჯიმი გვიყვარხარ. ზომა დაემთხვა და? კი, პატა იმ დროს ესე იგი როცა სხვადასხვა ქალაქებში სილამაზის კონკურსებს ატარებდით. მოდი უფრო დეტალურად მითხარი, ანუ რას ნიშნავს? ანუ ჩვეულებრივი სილამაზის კონკურსები ტარდებოდა, ხო? ნუ იყო ესეთი რაღაცა კონკურსები, რომელსაც ერქვა ეძიებდე და პოვებდე ტელევარსკვლავი და ჩვენ ვიყავით მაშინ სხვადასხვა ქალაქებში, მაგალითად ზურა და ირაკლი იყვნენ ფოთში, წალენჯიხაში შემდეგ მე და კიდე ჩვენი ის მეგობარი ბორჯომელი ბიჭი არის ლევანი ვიყავით ზუგდიდში და ესე ვაგროვებდით მე კონკურსიდან თანხებს. ბავშვები ხომ მოდიოდნენ, ვამზადებდით და შემდეგ უკვე აი ამ მოგროვებული თანხით
ფეხსაცმელებს ყიდულობდი. გითხრა რა შევამზადებით ბავშვი. და ის გურამიკო და რაც ყველაზე მთავარია პირველი სიმღერაც იმ თანხით დაიწერა. კი, ჩაიწერა. დაიწერა ხო და ჩაიწერა იმ ხო გგონია რომ სიმღერა შევამზადებით. აბა? სიარულში. არა, თუ არ მითხრა ვინ იყო კონკრეტულად თქვენ 4-დან ვინც სიარულზე პასუხი. აი ზურა და ირაკლი. ზოგი ლექს კითხულობდა, ზოგი სილამაზის კონკურსზე და აი განსაკუთრებით ირაკლის გამოსდიოდა სიარულის სწავლა. მე მახსოვს. ხო გააკეთე ირაკლი. პიკასოს ირაკლი. გაიაროს რა. ირაკლი გაიარე როგორ ასწავლიდი გეხოჭა. მოდი, ვითომ მე ვარ მონაწილე. მე ვარ მონაწილე და გამატარე, მასწავლე. რაი როგორ მასტერ კლასში ჩაუწა. სიმღერის გაგრძელება აღარ გინდა. მოდი, აბა, აპლოდისმენტებით გავამხნევოთ პიკასო. პიკასო თან ბრუნი. მუსიკა გინდა? არა, რა თქმა არა, მოდი ბოლომდე დავწერე. მუსიკა სუთავშია. არა, მიდი, აბა რაიმე ფონურად გავაკეთოთ რა. დათა, შეგენაცვალე. გავაგზელო. მოდი, 4-ვე ერთი გავაკეთოთ სინქრონში. მეც ვიქნებ. წავიდ, მოდი. ცისანა. ბრუნი აღარ გახსოვს. ხომარ მოხდა. მოდი, ცისანა შუაში ჩავიდენოთ. აბა, ცისანა, წავიდა დათა. ერთი, სამი, ერთი. ორი. გაჯერა! Bravo. ეს აპლოდისმენტები თქვენ. ხორჩი დავამთავრეთ კარიერა. წლები გავიდა, მაშინ ძალიან პატარები. რა უნდა გაპატიო ძმაო, უკვე რეკავენ სამოდელო აგენტოებიდან, უკვე რეკავენ ზურა. აი, გურამიკოს უნდა ვკითხო ახლა რა. 9 წელი რომ ამერიკაში ცხოვრობდი და ხანდახან კიდე ჩადიხარ, ჩამოდიხარ. რა გეტყობა? ამერიკის დროშიანის მაისური. ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის ცხოვრება როგორია? რთული ამ შენებლობაზე მუშაობა? კი, სხვათა შორის რთულია შენებლობაზე, მცხოვრებლად, ტაქსის მძღოლად, ტრაილერის. კიდე რა ჩამოვთვალო? რამე ადვილი თქვი, რა გჭირს? UFC-ში არ მიჩხუბია, მაგრამ შემოთავაზება მქონდა. ნახე. მე მახსოვს რომ შენს გარდა პიკასოც ხო იყო, უღოდ 2 წელი იყო პიკასო ამერიკაში, ხო? ცხოვრობდი და გურამიკო 9 წელი. ვერ გაუძლო სტარსან ტექნიკოსობას. არა, ელექტრიკი იყო. ისე სხვათა შორის ხურობა იქით იყოს და მართლა ვერ გაუძელე, იმიტომ რომ იმდენად საშინელი და არანორმალური რიტმი იყო ცხოვრების. რომ რაღაცა თან იქ პერიოდი დაემთხვა ცოტა კრიზისები რაღაცები და ერთი სული მქონდა იქიდან გამოგცეულიყავი და სხვათა შორის დღემდე მაქვს ეგ განწყობა. არ მინდა სამბავი გაქვს, გასაგებია. მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი? ეგ კარგია, მე მიხარე, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მადლობა ღმერთს, ყველა დააბრუნა ღმერთი და ვიცემიგრაციაშია და ის კი და ყველანი ერთად ყოფილიყავით ჩვენს ქვეყანაში, ყველას მისცეს ღმერთმა ამის შესაძლებლობა. მაგრამ ესე იგი გურამიკო იყო ამერიკაში და დადის რა პიკასოც იყო და ამ ხაჩიძეებს რამე საპასპორტო დარღვევა გაქვთ თუ რატო არ გიჩვენებენ ამ ამერიკაში ეს მაინტერესებს. ეხლა ჩვენ პრაქტიკულად ნელ-ნელა ვასრულებთ და მე მგონი დროა რომ სიმღერა მოვისმინოთ და გავახაროთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. მადლობა მოგზაურობისთვის ხო. გამისტია ვიქრის ჯიმა ლამაზაცრის თვარე ღრუბლებში მალული გამისტია ვიქრის ჩუმად გაისმის სიტყვების სიყვარულის მადლობელი ვარ მე იმ ლამაზი ღამის ერთმანეს ჩვენ რომ ვაჩუქეთ მადლობელი ვარ მე იმ სასწაულის ვარსკვლავებმა რომ გვარგუნეს გაჩუქებ წას და ლამაზ ღამეს მე მუდამ შენი ვიქნები
ოცნების ზღვასთან გელოდები მერე ვარსკვლავება ლამაზზე ვინტები თითქოს სიზმარია ცხადა თახტენილი ერთმანეთი რომ ვიპოვეთ თითქოს სიზმარია ცაში ავფრინდით მიწასხვებს დავუდოვეთ ლამაზი ფიქრები მინდა შენ დაგპირდე რომ უდამ შენი ფიქრები ლამაზი ფიქრები ჩუმად დათქვამი სიტყვები სიყვარულის გაჩუქებცას და ლამაზ ღამეს მე მუდამ შენი ვიქნები ოცნების ზღვასთან გელოდები მერე ვარსკვლავება ლამაზზე ვინტები გაჩუქებცას და ლამაზ ღამეს მე მუდამ შენი ვიქნები ოცნების ზღვასთან გელოდები მერე ვარსკვლავება ლამაზზე ვინტები გაჩუქებცას და ლამაზ ღამეს მე მუდამ შენი ვიქნები ოცნების ზღვასთან გელოდები მერე ვარსკვლავება ლამაზზე ვინტები გაჩუქებცას და ლამაზ ღამეს მე მუდამ შენი ვიქნები ოცნების ზღვასთან გელოდები მერე ვარსკვლავება ლამაზზე ვინტები სისანა და ქუჩის ბიჭები, დამდგმელი რეჟისორი გიორგი გაბუნი, აპლოდისმენტები თუ შეიძლება. ჩვენი გადაცემის პარტნიორია სანდომის პრემიუმ ვაფლები, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული პროდუქტი. ხოლო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ქართული და ებრაული შოუ-ბიზნესის ლომი ვეფხვია კუჩუხიძე, აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მობძანდი, დაბძანდი. მობძანდი და დაბძანდი. ეთილი იყოს შენი მობძანება. პირველად თქვენ შოუში. პირველად შოუში და მოგესალმები. მოგესალმებით. როგორ ხარ ვეფხვია? ხომ ხარ ლომივით თქო უნდა მეკითხა. ბებერი ლომივით. ვეფხვია და ესე იგი ორივე შემთხვევაში ესე ვთქვათ ისა მოწოდების სიმაღლეზე ხარ. სახელის ნაწილში და თან ლომივით როა ვეფხვია ძალიან ისეთი ამბავია. თან ზოდიაქოთი ვერძი ვარ. ზოდიაქოთი. აი მან გააფუჭი ახლა ეს ვერძი რა მოსატანი იყო ვეფხვთან და ვეფხვთან. გარდა იმისა რომ ეხა ნუ ფანტასტიკური მომღერალი ჩვენი მეგობარი ყველაფრის გარდა ესე იგი ქუთაისელი ხარ და ისრაელში ცხოვრობ. იგენაც. მან ხო იმდენი ქუთაისელი ებრაელი იქნება, ალბათ ქუთაისის მონატრებას ვერც გზნობ, ხო? ძალიან ბევრია ქუთაისელი ებრაელები და როგორ, ესე იგი იქ დაბადებულები ჩვენზე უფროსი ბიჭები, ჩემი მეგობრებია რა, სულ ყველა და პირველად ჩავედი 2008 წელს. 2008 წელს. ხო, მომიწია ეს ასეთი ივენთი იყო, რაღაც ჩვენი მეგობრის შვილის დაბადების დღე იყო და წავედი პირველად. და იქ რო გავიცანით ეს ბიჭები, იქედან დავმეგობრდით და
იქედან მოდის ჩვენი მეგობრობა და ბოლო მე-4 წელია უკვე გადავედი იქეთ გადავსახლდი. და ჩვენთან მოდის აქეთ მეგობრობა და იქით გადასახა ხა პირიქით აქ ჯერ აქ იყავი და იქით მეგობრობდი და ახლა იქით ხარ და აქეთ მეგობრობ. სხვათა შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენც ბენდის ჩვენც ჯიმიც რო ვიყავით ისრაელში ჩასული, კერძოდ აშდოდში ვიყავით. ძალიან ბევრი ქუთაისელი დაგვდა იქ არა მხოლოდ იმერლების და მოვიკითხავთ მათ დიდი სიყვარულით, პატივისცემით. მოვიკითხავთ ჩემ მეგობრებს ყველას. ესე იგი 3 წლიდან უკრავდა მღერი. მოკლედ ესე იგი ვეფხვია ბოკვერობიდან უკრავს და მღერი შეგვიძლიათ ასე ვთქვა. ასე შეგვიძლია ვთქვა. ძალიან კარგი. სხვათა შორის წეგან აღვნიშნე რომ ფანტასტიკური არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ, ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ თან ისეთ სიმღერებს მღერი, რომ აი ადამიანს დაგაყენებს кейფის ხასიათზე. რაღაცა ის სიმღერის ჟანრიც ეგეთი გაქვს, თან გულიანად იცი მღერა, რომ ყოველთვის აი რამდენი მართლა გადამეტების გარეშე ვიძახი რა, რომ მე პირადად ეხა სამ კაცს ვიცნობ, შენმა სიმღერებმა გაალოთა ძმაო. ანუ დაიწყეს დალევა და შენ ნახო ისრაელში რამდენია მაგრამ ისრაელში რამდენია ეგეთი ხო და გაალო თავიდან არ სვამდნენ და მოვიდნენ кейფის ხასიათს და ახლა არის ესე რა, ხო და ამ თემას სხვათა შორის მე მაგ დღეში ვარ რომ უსვენ ჩემს სიმღერებს. ესე იგი თამამად შეგვიძლია ეხლა შევაჯამოთ ეს თემა ეს შენი სიმღერები და кейფი და დალევა და ვთქვათ რომ ესე იგი შენი სიმღერები მოსასმენად არის ძალიან კარგი, მაგრამ ღვიძლისთვის ვერანაირად კარგად ესე მოსაწესებელი ვთქვათ. ვიცი სატირებს. სხვათა შორის შენი მსმენელის შენი სიმღერები შენ მსმენელს кейფზე ხო აყ кейფის ხასიათზე ხო მაყენებს და ჯაბოვიჩის სიმღერებს იცი ოდის რთავენ? დაშლა რომ ჩართავე და დავიშალეთ ახლა და იშნებიან ხოლმე ჯაბოვიჩის სიმღერებზე რა. ეგ განაწილებული გაქვს ეგ როლები. აი თვითონ დაუკრა აპლოდისმენტებით, ანუ შეგვეგება. ანუ დაიშალეთ ვახგვარი და თორე დავიწყებ სიმღერას. სიმღერა არ დაიწყე. ვებხვია, ეხა მითხარი ესეთი რამ. გასაგებია რომ ჩამოდიხარ ხოლმე ესე როგორც აღნიშნეს ამ თვეში ერთხელ, ოთხ თვეში ერთხელ, მაგრამ და მუდმივად შემოქმედებითი პაუზა არ გაქვს, ეგეც ვიცით, ხო? სიმღერას არ აჩერებ. ანუ кейფებს შორის სადღაც ახერხებს სიმღერის დაწერას, ჩაწერას. გეგმების თვალსაზრისით, ხომ არ გეგმებით რაიმეს რა ხდება მაგ მიმართულებით, ანიქით, ანაკეთ გითხარი ორი სიტყვით. ჯერჯერობით ისრაელში ვარ და არ ვიცი რამდენი ხანი მოგვიწევს კიდე იქ ცხოვრება და იქედან რასაც შევძლებთ ეხლა რომ უფრო ახალი პროგრამით, ახალი სიმღერებით მე მგონია ხშირად გესტუმრებით თქვენც და მობრძანდი, ჩემო კარგი. ჩვენებსაც გავანებულეთ. ჩვენ ყოველთვის ვიხარია ხოლმე ჩვენი მეგობრების ნიჭიერი ადამიანების სტუმრობა, თან მე ორმაგად მოხარული ვარ ხოლმე, როდესაც ეს ქუთაისელია ხოლმე თან სტუმარი და შენ შემთხვევაში ყოფტები ახლა ჩვენი ქუთაისური ეს მოქმედებს, ქიმია ქუთაისური და ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან. ეხლა მე შესავით ვერ მღერი, მაგრამ ქუთაისი მიყვარს ძალიან. ისევე როგორც შენ და ჩვენს ქუთაისს რამე გექნება და ხომ არ შეიძლება რომ უმღეროთ რაიმე. სხვათა შორის მაქვს კარგი სიმღერა. ხო. ახალი ინტერპრეტაციით და შეგვიძლია ვიმღეროთ. ვუმღეროთ? ვუმღეროთ ჩვენ ქუთაისს. ვუმღეროთ და მოვიკითხოთ დიდი სიყვარული. სავარდო და სამაისო სიმღერა და ხალისია ეს ხომ ჩემი ძველთა ძველი ნანატრი ქუთაისია გულის კარებს გაგიღებს სამოთხეში წაგიღებს სიყვარულის ეშხი და მწვარი ჩაგიგრავს და ჩაგეხვევა დაგლოცავს და გეფერება ნათესავად გახდარი ჩაგიგრავს და ჩაგეხვევა დაგლოცავს და გეფერება ნათესავად გახდარი ხალხი ასე ბედნიერი თბილი გულით რომ ღერია სიყვარულით მოუთმელად კეთილს თუმარს მოელია გულის კარებს გაგიღებს სამოთხეში წაგიღებს სიყვარულის ეშხი და მწვარი ჩაგიგრავს და ჩაგეხვევა
დაგლოცავს დაგეფერება ნათესავად გამხდარი ჩაგიგრავს და ჩაგეხვევა დაგლოცავს დაგეფერება ნათესავად გამხდარი სამაისო სიმღერა და ხალისია ეს ხომ ჩემი ძველთა ძველი ნანადარი ქუთაისია ვეფხვია კუჩუხიძე იყო დღეს ჩვენთან სტუმრად აპლოდისმენტებით გავაცილოთ თუ შეიძლება ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი. ორი ახალი ხაზი, პრემიუმი და კლასიკი. ევროპული ტექნოლოგია, ქართული წარმოება. ახლა კი ჩვენთან გადაცემაში სტუმრად მოვიდნენ მთლად შინაურები და ჩვენები. არა, არასწორად თქვი, ბოდიში. მთლად კი არა, აი მთლად ჩვენები. გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი. გამარჯობა. მოგესალმები. თუმცა დაბრძანდით, სადაც გაგიხარდებათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქო, ვერ ვიტყვი, სულ აქ ხართ, ისედაც კეთილად მობრძანდებით ხოლმე და აბა ვეღარც იმაზე ვეღარ გეხუმრებით, რომ ძლივს დასხედით გოგონებო თქვენ, იმიტომ რომ სკამები უკვე არის იქ. გვაქვს წყალობა ზვიოს. გელა გამარჯობა. არა, იქ ცოტა ხეთს უშლი ხელს. ხო, კარგად. კარგად. მოგწერ. გამიცვალე რა, მან დავждები. მოგესალმებით. აბა როგორ ვართ სტუმრებო? მოდი ბაბი და yes. გაინახდა გელამ თავისი ის ცალკე ის არა. მე მეგონა რომ ჩემი სკამით უნდა მოსულიყავ, იმიტომ რომ ბათუმში ჩემი სკამით წავედი. ბათუმში შენი სკამით წავედი მართლა ის სკამით უნდა წამოღებული. მართლა? რატო? კაი მოიცა მივალთ აქამდე. როგორ ახართ? მითხარით ეხა ორი სიტყვით. ზაფხულურად, მხიარულად, შემართებით. ისე გვეკითხები გეგონება არის და როგორ? ჩავარდა შოუზე. დაგმულია ყველაფერი. არა, კარგად განწყობა, მშვენიერი და გადასარევ ამბავზე ხართ მოსული ხალხ, რომ ესეთ გოგოები უფრო კარგად ყვებიან ხოლმე, მაგრამ ორ სიტყვას იდეის ავტორი და დაიწყება. ორ სიტყვას ვიტყვი, ეს სიმღერა არ არის ახალი, ერთი 6 თვე არის, რაც დავწერე და გვაქვს და ვინახავდით. ეს არის შენი საავტორო სიმღერა, სხვათა შორის, ამ არავისთვის არ გამოურთმევია და არ მოუყარავთ, თავისი დაწერა. არავისთვის არა. და კარგმა ხალხმა იმუშავა ამ სიმღერაზე, ნუ ჩვენი ბენდის წევრები თავისთავად გიტარაზე დაგვეხმარა ხვიჩა მაღლაკელიძემ, კი ბატონო. ტექსტი ირინა სანიკიძე და ესე შევქმენით, ჩავაყვარახჭინეთ და ძალიან სახალისო საზაფხულო და ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ვინახავდით საზაფხულოდ. გვინდოდა რომ რაღაცნაირად გვემღერა, მაგრამ მე მომივიდა იდეა რომ მაკას ხო არ ვანახოთ ხო ეს? აბა მოყვა რაც ვიწერია სცენარში და მე რაღაცა ვიკითხო, გასულ აღარ და მიდი გაგიწერებ ხუმრობ გელა მე. გავჩერდე? არა, ძმაო, მიდი მე თან ხაზავ შეკითხებს. ერთი დამჭა ისეთი რომ ჯერ არ გიქხოს. მაკა კონკრეტდით ან ვინ? არა, კი ბატონო, ეგ ვიცით რომ ქალბატონ მაკაზეც თქვი მართლა, იმიტომ რომ ქალბატონ მაკას მოვასმენინეო ამბობდა ეგრევე ესო რა ქვია, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი გამოგვაყოლაო. ხო, ანუ კლიპის იდეა და ამ სიმღერაზე საერთოდ რომ კლიპი უნდა გადაღებულიყო, თავიდან ბოლომდე მაკას იდეაა, იმიტომ რომ ჩვენ მე უბრალოდ მოვასმენინე, აი რას ფიქრობ, რაღაცა ხო არ რაღაცა ისე მივედი და კლიპის ასტრაფოდ რეჟისორი, გადამღები ოპერატორი, განათება, აბა ხვალ მიდიხართ და
ხო და აქვე მადლობებს გადავიხდი უცბად ის რომ ახლა იმედი და ჩვენ დირექტორი მხარში გვიდგას ჩვენ და თითოეულ ადამიანს ვისმის თანამშრომელი ვიცით ისედაც და არახალია მადლობა რა თქმა უნდა ქალბატონ მაკალომიძეს და მადლობა იმ ადამიანებს ვინც ჩვენთან ერთად იყო ამ დღეების განმავლობაში უდიდესი შრომაგაციას და უნდა ვთქვა აუცილებლად კაპას დადას გიგას ნიკას და მახოს ძალიან დიდი მადლობა მალხას სარალიძეს აბა რა ეს საწყალი ბართაი არც ერთ მადლობაში არ ხდება არასდროს რა უხო არ უნდა გამოგრჩეს ის არაჩვეულებრივი გარემოც რომელმაც მიგვიღო გვიმასპინძლა კალიგრაფი სასტუმრო ჩვენი მეგობრების სასტუმრო არის ეს არაჩვეულებრივი გარემოა და იქ მე ესე დაღლილები რომ მივიდოდით დღის ბოლოს შევიკრიბებოდით და განვიხილავდით როგორც ჩაიარა დღემ აი ამ მყუდრო გარემოში ძალიან დიდ კომფორტს გვიქმნიდნენ და მათაც ადგილობრივი მხარდაჭერა ქონდა ძალიან დიდი და ქალბატონირმას ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გვერდით იყო ყველა მართლა ისე გვიწყობდნენ ხელს სანაპიროზე გჭირდებოდა რაღაცა დახმარება უსაფრთხოება ასე შემდეგ ისე შემდეგ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოკლედ ეს კლიპი რომ გამოვა კარგი ამაში ძალიან ბევრი ადამიანის ხელი ურევია ყველას მადლობას უხდით ჩვენი გუნდის სახელითაც მადლობაზე გამახსენდა გიორგიც ჩვენ ჩიტაძე გიორგის მადლობა დახმარებისთვის ასევე იქ ლოკაციების ვინც დაგვეხმარა ტროპიკოსში შორენას ლევან ჯიბღაშვილის მონოჰოლის ბიჭებს ყველას აი იმდენი ადამიანი დაგვეხმარა ესე ძალიან მეგობრულად აბა რა გჭირდებათ ეხლა სპონტანურად ძალიან კაი გამოვა რა ძალიან კარგია როდესაც ამდენი მადლობის თქმის შესაძლებლობა გაქვს ადამიანს იმიტომ რომ ესე იგი ბევრმა ადამიანმა მიიტანა გულთან ეს კარგი საქმე და ბევრი ადამიანი იყო ჩართული და მეც უერთები კიდევ ერთხელ და უკვე მესამედ და მადლობას ვუხდი მართლა გულს ვერად და სხვათა შორის ქალბატონ მაკალომიძესთან მივედითო რომ თქვით და როგორ ქნა აბა ოპერატორი აბა გადამღები ჯგუფი აბა მახო აბა ისა იცი ჯაბოვიჩის სიმღერა რომ მოვასმენინე რა მოხდა ჯაბოვიჩის სიმღერა რომ მოვასმენინე რა მოხდა იცი აბა ექიმი აბა ორი დაცვა აბა სასრაფო აბა გაიყვანეთ და გამოგვიტანენ იქ ორი კაცი კი ბატონო გელა ნახე სიმღერას რა ქვია რია ხო და ესე გადაღებამ როგორ ჩაიარა იყო რია თუ წყნარა დალაგებულად იყო რია ნამდვილად იყო არაჩვეულებრივი რია და ჩქარიტაში იყო აუ რა კარგად თქვა რა წაგარგი მე როგორც ვიცი პატარა სიუჟეტიც გაქვთ მომზადებული ზოგადად როგორ მიმდინარეობდა გადაღებები რა ხდებოდა გელა თავისი სკამით ბულვარზე ის რაც კლიპში ვერ ხდება და მიმდინარეობს კადრს მიღმა თავის სიცილებით ხარხარები ხუდით და ასე შემდეგ ჩასვლა ჩამოსვლა დასვენება დაღლა ყველაფერი არის ამ სიუჟეტში და ის ადგილები სადაც ვისვენებდით ის სასტუმრო და ასე შემდეგ მოკლედ ყველაფერს იხილავ ნახოთ კი ბატონო ჩვენც არ გვინახავთ გამშოუს კლიპი რეპორტაჟი. რამდენი ვილაპარაკო? რამდენიმე წინადადება. საოცარი შტაბეჭილებებით იყო დღეს სავსე. დღე და მგონია რომ ძალიან მაგარი რამე გამოდის. ბესო ძალიან ცეცხლით ვარ გიკიდია გადმოგირეკავ 14 წუთში ინტერვიუზე. სიცილით, ცეკვით, ხალისით და მოკლედ ძალიან კარგი და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. როგორ ახართ საშვებით ოჯახში ბიძაშვილები? მომსახურე პერსონალი არის ნამდვილად სასიამოვნო პროფესიონალთა გუნდი. ნუ მოძრაობ. ყოველთვის ვერჩემ სასტუმრო კალიგრაფს. წანე კონცხზე არის რეჩვეულებრივი სასტუმრო კალიგრაფი, სადაც ძალიან მყუდრო გარემოა და ყველაფერია იმისთვის, რომ ძალიან მშვიდად სიმწვანეში, ბუნებაში დაისვენო და განიტვირთო. მოგესალმებით. მე ვარ საბა გორჯომელაძე, სასტუმრო კალიგრაფის შეფ ზარეული. ნერვიულობნები მისლი. ჩვენ რესტორანსა და ტერასა ლანტანაში გვაქვს როგორც ქართულს ტრადიციული. აი მე ისა მე ვარ საბა გორჯომელაძე, სასტუმრო კალიგრაფის შეფ ზარეული. ჩვენ რესტორანსა და ტერასა ლანტანაში გვაქვს როგორც ქართულ ტრადიციული, ასევე ევროპული სამზარეული. გელოდებით ყველას, მობრძანდით და დააგემოვნეთ ჩვენი უგემრიელესი კერძები და დატყვით ჩვენი ულამაზესი ხედები ტერასიდან.
აი განწყობა ხო დაინახე. განწყობა არის ძალიან მაგარი და მადლობა იმისთვის რომ ესეთი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სეზონი ჩავატარეთ ყველამ ერთად. მე 17 სეზონი ერთიანი ძალებით. მიყვარხართ ყველას წინაშე ქეთს ვიხრით ერთმანეთის წინაშე და მაყურებელს შევახსენებ რომ ცოტა ხნით დავისვენებთ 1-2 კვირა გადეტი არა და მალევე დავბრუნდებით აი ესევე შემართებით და ახალი ამბებით. მაყურებელს და მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ზვიოს. მადლობა რა თქმა უნდა და დავამთავროთ ამ არაჩვეულებრივი კლიპის ფონზე ცეკვით სიმღერით ბათუმი ზღვა წავიდა სტუდიაში კლიპი მეგობრებო. ხვალ დაბრუნდება ჩვენთან ისევ მანამდე ჩვენ ვარსკვლავებთან ვიხალისებთ მე და შენ დღეს ერთად ვართ ეს არის მთავარი ხედავ და სხვა არაფერი აღარ მახსოვს შენს გარდა სხვა ვეღარავი ვერ გამატობს იცოდე ეს გული ყველაფრისთვის მზად არის თუ შენ მიპოვე ამ მახსოვს ამ გულში როდის დაკიდოე მიხარხარ ეს კითხარი თუ ვერ მოვასარი ეს ამ მახსოვს კეთებდი თუ შენ მოხვედი